პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაერთიანება ერთსულოვნების ორგანიზებით ხვალ ერთხელ წოდებული ღირსების შერყება გაიმართება. ხვალ ავლაბარში ისინი საჯაროდ გამოაცხადებენ სააკაშვილის პრეზიდენტობის საკონსტიტუციო ვადის დასრულებას. მათი ვეთქმით საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის დარჩენა მოიტანს არეულობას და ვინც ამას ეთანხმება, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. ორგანიზაციამ 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი წაუყენა და 20 იანვრამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ამ მოთხოვნით გაერთიანება ხელმოწერებსაც აგროვებს. ჩვენ შევიკრიბეთ სულ აბსოლუტურად იმისათვის, რომ განვიხილოთ ხვალინდელი დღის გეგმები, ჩვენ რასაკვირველია, კი გვაქვს ეს გეგმები ყველაფერი, მაგრამ უშუალოდ გავაცნოთ ხალხს. ყველა ის ახალგაზრდა წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ყველანი ხვალ პირველ საათზე ვიკრიბებთ ავლაბრის რეზიდენციასთან, სადაც განუცხადებთ იდეას, რომელიც კოალიცია ერთსულოვნებას ეკუთვნის და ამას ყველა უერთდებით და ვეთანხმებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაასრულოს თავისი საპრეზიდენტო პოლიტიკები, რომლებსაც დავტოვეთ საქართველოს ციხეები, ვიერთდებით იმ აქციას, რომელი აქციასაც უკეთებს ორგანიზებას ერთსულოვნება და მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას.